სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილია 3 არალეგალური სასაკლაო შინდისში, ვანსა და ზესტაფონში საწარმოო პროცესი დარღვევებით და შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. შინდისის სასაკლაოდან ამოღებული და განადგურებულია 200 კილოგრამი ხორცი, ვანსა და ზესტაფონში კი საეჭვო წარმომავლობის ხორცი. ობიექტები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ჩვენი უფლებამოსილი პირების მიერ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი სათანადო წესით განადგურდა და მათ აეკრძალათ ფუნქციონირების გაგრძელება, სანამ ამ კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც დავაფიქსირეთ, არ გამოასწორებენ. აღნიშნულ ქმედებას სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს და აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის მაღალი რისკის სურსათის წარმოებაზე და როდესაც საუბარი არის მომხმარებლის ინტერესებზე და ჯანმრთელობის დაცვაზე. ამ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი ჯარიმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისად უჩერდება საწარმოო პროცესი ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.